თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს წელს პირველად მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუადერევნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება. Როგორ მიმდინარეობს ფორუმი და ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების რა პოტენციალი აქვს საქართველოს? სამიტიდან ქრისტინა გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო მოგესალმები. თბილისის ფინანსურ სამიტზე მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული არაერთი სხვადასხვა ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, ასევე ღონისძიებას ესწრებიან როგორც ფინტეკ ინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები მსხვილი საფინანსო ინდუსტრიული სექტორიდან და დღესვე ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა ის, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ჩამოყალიბდეს ერთგვარ ფინანსურ ხაბად და ამასთანავე როგორც დღეს აღინიშნა ამ სექტორში ინვესტირებით და ფინანსურ სექტორში კაპიტალის დაბანდებით არაერთი საერთაშორისო ინვესტორი არის დაინტერესებული, თუმცა როგორც დღეს აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველო უკვე საკმაოდ წარმატებით არის პოზიციონირებული როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ერთგვარი ლოგისტიკური ხაბი და უკვე არსებობს საკმაოდ დიდი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ფინანსურ ხაბადაც და ამისთვის მუშაობა საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პრეზიდენტი ქალბატონი ნათია ძალიან დიდ ინტერესს ხედავთ ჩვენ ცენტრალური აზიის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების მხრიდან და რასაკვირველია ევროპული ქვეყნებიდან, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ რომ მონაწილეობენ სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები, ასევე ამ დისკუსიაში ეს არის ზოგადად დისკუსია ცენტრალურ ბანკებს და რეგულატორებს და ინდუსტრიას შორის და ასევე ინდუსტრიის შიგნით თუ რა პოტენციალს და საინვესტიციო შესაძლებლობებს თავაზობთ პირველ რიგში საქართველოს და ზოგადად ჩვენი შუა დერეფანი დაკავშირებადობის თვალსაზრისით არა მარტო ინდივიდუალური კომპანიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის და ბევრი ჩვენნაირი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, პირველ რიგში B2B შეხვედრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ასევე მსოფლიო რუკაზე პრაქტიკულად საქართველოს უფრო კვეთად არის გამოჩენილი, რადგან უფრო მეტი კომპანია და ქვეყნის წარმომადგენელი იჩენს ინვესტიციის ჩადების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი ფორუმები, მსგავსი წარმომადგენლობები, დელეგაციები მაქსიმალურად ზრდის ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ განვითარებას და ასევე ინვესტიციების მოზიდვას. დღესვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დეველოპერულ სექტორში გაზრდილ შიდა განვადებებზე და ამ კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გაზრდილ რისკებთან დაკავშირებითაც ვკითხეთ, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მართალია ბოლო პერიოდში ამ კუთხით არსებული ტენდენცია საყურადღებოა და ეროვნული ბანკი მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ იპოთეკური სესხების ნაწილში რეგულაციებს გარკვეულწილად გადახედონ და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს როგორც დეველოპერულ სექტორ თან ასევე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთანაც თავის მხრივ კი საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ბოლო პერიოდში იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით მოთხოვნა შედარებით შემცირებულია და ამის ერთგვარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია საპროცენტო განაკვეთები როგორც ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზეც. ზოგადად თუ მაღალია საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ მოთხოვნა იკლებს და პირიქით და ჩვენ ვიცით რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ლოკალურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი, შესაბამისად მოთხოვნა არ არის იგივე დონის, როგორც დაუშვათ აქამდე იყო, როცა IAP იყო ფული. შესაბამისად ეს არის ერთი კომპონენტი აი ამ მოთხოვნა მიწოდების ნაწილში. რაც შეეხება რეგულაციას, ანუ კომერციული ბანკები მჭიდროდ თანამშრომლობენ ეროვნულ ბანკთან. გარკვეული მხარდაჭერა ამ მიმართულებას სჭირდება, რადგან რასაკვირველია საბანკო იპოთეკები ეს ნიშნავს უფრო მეტ ზედამხედველობას, რისკების უკეთეს მართვას, ამიტომ ჩვენ გავიზიარეთ დეველოპერების წუხილი ამ თვალსაზრისით, თუმცა რასაკვირველია ჩვენი პირველადი საზრუნავი ეს არის ფინანსური სტაბილურობა და ზოგადად ასე ვთქვათ ნებისმიერი და გაუთვლელი შერბილება ეს არ არის ჩვენი პრაქტიკა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები და
ასევე კლავაც ჩვენ ვაგრძელებთ დეველოპერებთან ერთად ჩვენი რეგულაციების გადახედვას. დღეს ჩვენი რეგულაციები ითვალისწინებს, ესე იგი, ძალიან მკაცრ თანაფარდობას საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ რესურსს შორის დეველოპერებისთვის. ჩვენ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, შეიძლება თუ არა, ნაკლებად რისკიანი პროექტების შემთხვევაში ეს თანაფარდობა ოდნავ შევგილდეს. სამიც მიკრობანკებისა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, როგორც სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს საფინანსო სისტემა მდგრადად და სტაბილურად ვითარდება, როგორც იცით, უკვე თითქმის 1 წელია, რაც საქართველოში ეროვნულმა ბანკმა პირველი მიკრობანკის ლიცენზია გასცა და როგორც სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ზრდა ამ კუთხით უკვე შეინიშნება და მიკრობანკები უკვე საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული ანაბრების ნაწილშიც და ამ კუთხითაც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მესამე კვარტლის შედეგებით ვართ გეგმის მიხედვით მიმდივართ, ვითარდებით, ყველა დაგეგმილი პროექტი, სერვისი მუშაობს, ფუნქციონირებს, მომსახურებით ჩვენს მომხმარებელს. ფინანსური შედეგები კარგია, მათ შორის ჩვენთვის სიახლე იყო დეპოზიტების მოზიდვა და ამ კუთხიდან ძალიან დიდი ინტერესი არის მოსახლეობის და ჩვენ სიამოვნებით ემსახურებთ როგორც იურიდიულ პირებს, ასევე რა თქმა უნდა ფიზიკურ პირებს და საკმაოდ კარგ პირობებში ვთავაზობთ მათ უკვე ანაბრების მომსახურებას. საინვესტიციო ფონდები ჩვენ ქვეყანაში შედარებით ახალი ხილია 2020 წელს შეიქმნა კანონი, რომელიც არეგულირებს ამ მიმართულებას და დღესდღეობით დაახლოებით 20-ზე მეტი საინვესტიციო ფონდი არსებობს უკვე. აქტივობის მმართველი კომპანიებიც იზრდება. ჩვენ ყოველდღე მუშაობთ იმისთვის, რომ საინვესტიციო ფონდებმა თავიანთი სიტყვა თქვან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. თბილისის ფინანსური სამიტი ამ წუთებშიც გრძელდება, პანელური დისკუსიები დღის ბოლომდეა ჩანიშნული, დღის ბოლოს კი თბილისის ფინანსური სამიტი ოფიციალურად დაიხურება. მადლობა კრისტინე გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.